თეატრალურმა დღეს კომისიაზე ძალიან ბევრჯერ მახსენა და შემიძლია რომ თამამად თქვა რომ დღევანდელი კომისია სრულად მე მომიძღვნა, რაც ნიშნავს იმას რომ ძალიან სწორია, ესე იგი ჩემი ყველა სვლა, ყველა მიმართვა, ესე იგი ქალბატონ თეას სწორ ნერვზე ხვდება ჩემი სტატუსები, ესე იგი ქალბატონ თეას სწორ ნერვზე ხვდება ყველა ის განცხადება, რომელიც მისი მამის და მის წინააღმდეგ თუ მასთან მიმართებაში გამიკეთებია. ქალბატონმა თეა წულუკიანმა დღეს მოიყვანა ვინმე ადამიანი, ჯერ პირველ რიგში მინდა რომ განმარტება გავაკეთო რაღაც თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია ყველაფერს უპასუხოთ, რაც არ უნდა აბსურდად გვეჩვენებოდეს, რაც არ უნდა სასაცილო იყოს და გავიგე რომ პირველად გამეცინა, მაგრამ არა, მე ვფიქრობ რომ თეა წულუკიანს ყველაფერზე უნდა უპასუხოთ და ამ რაღაცა მასკარაც ყველა და საერთოდ ზოგადად ქოცებს უნდა უპასუხოთ პროპაგანდაზე. ანუ მე არ ვარ იმის მომხრე, ვინც პროპაგანდაზე არ პასუხობს. ქალბატონმა თეამ ვინმე ჯუმბარ ბუზალაძე მოიყვანა, ეთერში და ბატონი ჯუმბერი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე გამიკეთებია რეპორტაჟი თურმე 2000-იანებში, მე მგონი წელი თქვა 2001 თქვა, მე მგონი თუ არ ვიცი, არ მახსოვს რომელი წელი თქვა და მას ბრალდებოდა თურმე რაღაც იაპონურ ორგანიზებულ ჯგუფთან თანამშრომლობა, მე ამაზე გამიკეთებია რეპორტაჟი და სინამდვილეში თურმე ამის უკან იდგა ის, რომ მისი ავტომანქანა მდომებია, მე მქონია მისი ავტომანქანის სურვილი და მან არ იცის ამ დრომდე ეს ავტომანქანა გადმომეცა თუ არა. მეგობრებო, ეხლა მე თქვენ მინდა აგიხსნათ ამბავი. ეს ამბავი არის სრულ, ჯუმბერ ბუზალაძე არც მახსოვს სიმართლე რო გითხრათ როგორც რესპონდენტი, მაგრამ ეხლა გეტყვით რა არის მართალი. რომ ჩვენ გავუმიჯნოთ ეს ამბები ერთმანეთისგან. 2000-იანებში ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, მაშინ როდესაც თეა წულუკიანი ქურდებთან და ძველბიჭებთან მეგობრობდა, სწორედ მის მეგობრებს შემოყავდათ მოპარული მანქანები. მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მოპარული მანქანები ჩამოერთვათ ამ ადამიანებისთვის და სავარაუდოდ ბატონი ჯუმბერიც ერთ-ერთია მათ შორის, ვერ ვიხსენებ მას, ახლა ნამდვილად არ მახსოვს ყველა ის რეპორტაჟი, რომელიც გამიკეთებია და ხდებოდა ჩამორთმევა ამ ავტომანქანების და გადაცემა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. და ეს ის დროა, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დოტაციაზეა ყველა. მე მახსოვს მაშინდელი ბიძინა ივანიშვილის გამოწერილი პრემიები ყველა იმ ჩინოვნიკისთვის, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაშინ იყო ეს არის დაახლოებით 2004-2005 წლები, 2006 შეიძლება. შესაბამისად ხდებოდა ამ მოპარული ავტომანქანების ჩამორთმევა და გადაცემა კიდევ ერთხელ გავიმეორებ სახელმწიფო სამსახურებისთვის. და ამ ავტომანქანებით, რომელიც მოპარული გზით შემოდიოდა, ანუ დღეს რომ კოლ-ცენტრებით ნაშოვნი ფულით და კორუფციით ნაშოვნი ფულით თეა წულუკიანის გარემოცვა, მათ შორის ქოცები ყიდულობენ რენჯ-როვერებს, პორშეებს, ცენტრებიდან, მაშინ ესე არ იყო, მაშინ ამ ქვეყანაში იყიდებოდა მოპარული მანქანები. შესაბამისად, მას შემდეგ რაც მოხდა ამ მანქანების ჩამორთმევა და გადაცემა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, დადიოდნენ ის, რა ვიცი, მინისტრები, ministris მოადგილეები, მაღალჩინოსნები, სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ეს ის დროა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დოტაციაზე, იმიტომ რომ თქვენ ალბათ იცით, რომ მაშინ მაღალჩინოსანი პოლიციელები პირადად ბიძინა ივანიშვილისგან იღებდნენ მაღალ პრემიებს. ანუ ამასთან, ამ ამბებთან, ასეთ გადაწყვეტილებებთან არ ქონია მორალური წინააღმდეგობა ქალბატონი თეა წულუკიანის სულიერ ლიდერს და სულიერ მამას ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ მაშინ ის თანხმედრაში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან. ნამდვილად იყო ერთი ესეთი ფაქტი, რომელსაც მე ვადასტურებ და არასოდეს არ მივარყვია ეს ამბავი, როდესაც ერთ-ერთი ასეთი ჩამორთმეული მანქანა დადიოდა მაშინდელი სოდის უფროსი ერეკლე კოდუა, საბა კოდუას მამა და იმიტომ რომ მე მაშინ მისი მეუღლე ვიყავი, მე ვიყავი იმ მანქანაში. ანუ ჩემთვის ის მანქანა არავის არ გადმოუცია, ეს ტყუილია რომ რამე პირად საკუთრებაში იყო, უბრალოდ მე ვიყავი ვიჯექი ჩემი მეუღლის მანქანაში, რომელიც მაშინ წარმოადგენდა იმ თანამდებობის პირს, იმ თანამდებობის იმ სამსახურს, რომელიც იყენებდა აი ასეთი ჩამორთმეულ მანქანებს. ეს ერთი ამბავი და გავწიოთ ახლა გვერდზე. რაც მინდა რომ ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ამბავი იცოდეს ჩემო გამოცემა. ეხლა მეორე ამბავი. ყველაზე საინტერესო. ვკითხულობ ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადებაში, არ მომისმენია უბრალოდ. ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის ნანუკას რომ ეძახი საკუთარ თავს. სინამდვილეში მას ნანული ჰქვია. ანუ თეა, რამ გაგაბრაზა, ჩემო საყვარელო. ჩემო მე მეგონა რომ შენ წყობილებიდან ესე მარტივად ვერ გამოდიოდი. ანუ ეს რა გიქენი და რა დაგმართე რომ ნანული ჟორჟოლიანით მომმართავ ამხელა თავმჯდომარე ხალი ამხელა კომისიაზე. ანუ ძალიან გამომიყვანი ხარ წყობილებიდან. ძალიან გამიბრაზები ხარ. და აქვე მინდა ერთი შეკითხვა დაგისვა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ყოფილ მეუღლეებზე, მოქმედ მეუღლეებზე, აქვე მინდა რომ დავსვა და რადგან ჩვენ აი ამ რაღაცა ზღვარს ვლახავთ, აქვე მინდა რომ დაგისვა შეკითხვა, ადრე არ დავსვამდი, მაგრამ ახლა მაინტერესებს.
როდესაც ნუგზარ კაკულია იგივე ნუგო ცემეს სასიკვდილოდ მართლა სასიკვდილოდ ცემეს ცოტა ხნის წინ, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ოფშიაკის ფული მოიპარა. რატომ დაარღვიეთ უბრალოდ როგორ არის გადაამეტე საკუთარ უფლებამოსილებას, რატომ დარეკე პოლიციაში და რატომ გამოუშვი ყველა ის ბიჭი, ქუჩის ბიჭები და მათ შორის ბუნებრივია შენ ქმარს არ დააწერინე ჩვენება, უარი თქვი, ქალმა რომელიც იუსტიციის მინისტრი იყავი, უარი თქვი, რომ შენს მეუღლეს მიეცა ჩვენება და ეს საქმე ისე მიფარცხე, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრუა და შენს მეუღლე ნუგოს აი იმ ბიჭებმა ფული ჩაატანინეს. მოდი რაღაცნაირი ბალანსი რომ დავიცვათ და მე ხომ მოვყევი ეს ამბავი როგორ იყო? მე ხომ დავადასტურე ნაწილობრივ ოყონდ ის რაც ნამდვილად არსებობს და ამ ფაქტს ვერსად ვერ წავიღებ და ასეთი იყო მაშინ გადაწყვეტილებებიც ასეთი იყო მაშინ ის რეალობა, რომელიც დამფინანსებელიც იყო შენი სულიერი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და ამასთან დაკავშირებით პრობლემები რომ მქონოდა მარტივად პრემიების გამოწერა შეწყვეტა ამ ადამიანებისთვის, ხო? არ წყვეტდა, თანამშრომლობდა, კონტაქტობდა და ძალიან ჭიდრო ურთიერთობაში იყო ვანო მერაბიშვილთან, იმდენად ჭიდრო ურთიერთობაში იყო, რომ მე დღემდე მაქვს ვანო მერაბიშვილზე ეჭვები, სწორედ იმ ურთიერთობების გამო ბიძინა ივანიშვილთან რაც ჰქონდა. და ეხლა მინდა რომ შენც უპასუხო რაღაცა ესეთ ფორმატს და მოგვიყვე, როდესაც ეგრეთ წოდებული ოფშიაკის ფული გაქრა და შენი მეუღლეს ცემეს და თუ კომისია ამ თემაზე დამიბარებს, მე შემიძლია სახელები და გვარებით დავასახელო იმ ბიჭების, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რატომ დარეკე პოლიციაში, როდესაც უკვე მანქანაში, პოლიციის მანქანებში ჩაჯენილი ბიჭები რომ გზიდან გადმოაყვანინე, რატომ ჩაფარცხე ეს ამბავი და რატომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შენს მეუღლე ნუგოს ჩვენება გამოეტანა და ქუჩის ბიჭები არ დაეჭირათ. თუ ადგები და კი ეგრე კი ქალბატონო კატერინა ოფშიაკი ყველა ფლანგზეა ქვევითაც ზემოთაც და ქვევით იკრიბება სხვადასხვა ზემოთ რომ ავიდეს მხოლოდ ის ნაწარმოგიდგენია თქვენ და თია ყველაზე ახლოს არის მიშვებული მაგ ოფშიაკებთან ქურდებთან და ძველ ბიჭებთან ასევე რომ იცოდეთ და მოკლედ მინდა რომ ამ შეკითხვაზე თუ დაიწყებს კომისია განხილვას ან თუ დაინტერესდებიან სხვები და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის თუ დაინტერესდება ამ თებით როგორ გადაარჩინე ნუგო დაკავებას საკუთარი მეუღლე და უფლებამოსილებას როგორ გადაამეტე შემდეგ უფრო საინტერესო დეტალებსაც მოვყვება პირადს ვნახავ აუცილებლად სოფიკო მიწერს რომ თუ მოპარული იყო რატომ იყენებდა მანქანასო კი უკვე ერთხელ აღუნიშნე მაშინ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ რომ მოპარული ავტომანქანები ჩამოერთმიათ მოქალაქეებისთვის შემომყვანებისთვის და მათ შორის მოქალაქეებისთვის და უბრალოდ გადაეწერათ თუ არ ვიცი აიყვანათ ბალანსზე სახელმწიფო სამსახურების თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემა გაურკვევლობა რაღაცნაირი მიუღებლობა მაშინ ამის თანხმდროში და თანხმობაში არ უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირად პრემიერს უწერდა ამ აღალ ჩინოსნებს. პირად პრემიერს უწერდა შინაგან საქმეთა მინისტრს და დეპარტამენტების უფროსებს და მთელი ამ დროს და ამის შემდეგ წლების განმავლობაში იყო სულიერი მეგობარი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და არა მხოლოდ. მოკლედ, მინდა რომ ეს ამბავი გცოდნოდათ. ჯუმბერ ბუზალაძეც არ ვიცი, ჯუმბერ ბუზალაძეს ძალიან რაღაცნაირი საცოდავი კაცი იყო და ამიტომ არ მინდა რომ მასზე ბევრი ვისაუბრო რა. რაღაცნაირი დაჩაგრული კაცი იყო, რომელიც ალბათ ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ჯუმბერ ახლა იქ რომ მივიდა და ამაზე რომ ილაპარაკა, ამით რაღაც საქმეს გაუკეთებენ და ბატონი ჯუმბერ ჩავთვლი ამას ჩემს ქველმოქმედება. თქვენ თუ მან ჩემი სახელის დასახელება რამეში დაგეხმარება და ხოცები უფრო მეც გაგიკეთებენ, ხო? ჩავთვლი რომ ეს ქველმოქმედებაა ჩემი მხრიდან და თქვენთან პრობლემა არ მაქვს.